და შემდეგ პავლე მოციქული ამბობს, აი პრაქტიკული გამოცდილებიდან საუბრობს, რომ მიკვირს ამბობს, ვინც ქრისტეს მადლით გიხმოთ, ასე მალე გადახვედით სხვა სახარებაზე და თავის თავს გულისხმობს ამაში, რომ ესე იგი იყვნენ ეთყობა ადამიანები, ეს არის გალატელთა მიმართ ეპისტოლე, რომლებსაც პავლე მოციქული ესაუბრება, ქრისტესთან მოიყვანა და შემდეგ სხვა სახარებაზე, ანუ განუდგენ ჭეშმარიტ მოძღვრებას. აი რასაც წეგან თავში ვსაუბრობდით, ადამიანი მოვა, ქრისტეს აჩვენებ და მე მიდის და მე გიკვირს, რომ რა ვიცი თითქოს ცდილობდი რომ სწორედ გეჩვენებინა. ახლა საუბარი კიდე რაზეა, რომ როცა ადამიანი მოდის ეკლესიაში, მონასტერში ეს ძალიან გამოკვეთილად ჩანს, მაგრამ საერო ეკლესიაშიც არ მიდის მოძღვართან, იმიტომ რომ მოძღვრის ნება აღასრულოს. როცა ჩვენ საუბრობთ მორჩილებაზე, მორჩილება არ არის მოძღვრის ნების აღსრულება, ამ სიტყვის ესე პირდაპირ გაგებით. ეს არის ღვთის ნების აღსრულების ცხოვრება და ეს იმ შემთხვევაში რეალიზდება, როდესაც მოძღვარს თავისთან კი არ მიყავს ადამიანები, არამედ როგორც იოანე ნათლისმცემელი იქცევა, ქრისტეს აჩვენებს. და ეს მორჩილება მოძღვრისა, მორჩილება, რომელიც თითქოს გარეგნულად მოძღვარს ემორჩილება სინამდვილეში, ეს გადადის ქრისტეზე. მოძღვრის გავლით ქრისტეზე გადადის. ანუ ქრისტესკენ მიყავს. და როდესაც ადამიანი ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რომ ის ქრისტესკენ მიყავთ, ეს არის სახარება, ანუ სახარებას აჩვენებენ. როცა მე ადამიანი ამას უარყოფს, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან გულსატკენი და ძალიან საშიში იმ ადამიანისათვის, რომელსაც ეს ემართება. და ამიტომ პავლე მოციქული ასე მიკვირსო, წამე პავლეშო გაუკვირდება. მაგრამ და სხვა სახარებაზე გადახვედით, ანუ სხვა სახარება რა არის, რაც სიხარულს განიჭებს. ანუ თქვენ თქვის სხვა სიხარული გაჩნდა, რაღაც არასწორი წარმოდგენები რელიგიური თუნდაც, ხო, დამახინჯებული, რომელიც არ არის თანხვედრაში 2000 წლოვან გამოცდილებასთან. საერთოდ სხვა ცხოვრების წესი, სხვა სახარებაზე გადახვედით და მე უცებ გვეუბნება, რომ თუმცა არ არსებობს სხვა სახარება. ერთია ღმერთი, ერთია განკაცებული იესო ქრისტე, ერთი ეკლესია დაარსა, სხვა სახარება არ არსებობს. პავლე მოციქული ესე ამბობს. არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომლებიც გამღრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება. იცოცხლე ესეთი ადამიანები ყოველთვის იყვნენ და ყოველთვის არიან და ჩვენ შეიძლება ასეთი ადამიანი აღმოვჩნდეთ, როდესაც ჩვენი არასწორი ცხოვრების წესით, ჩვენი გამოუცდელობით, ჩვენი პრაქტიკული ცოდნის ჩვენში არარსებობით სხვას ან დავარიგებთ, ან მაგალითს მივცემთ და შესაბამისად ვაცდუნებთ.